მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობა საშუალებისთვის ჩართვის. მორიგი არ ვიცი, მორიგი საცირკო სანახაობა იყო დღევანდელი სხდომაც. მორიგი გამოვლენილი კიდევ ერთი ცრუ მოწმე, რომლებიც ამ აბსურდზე ამატებენ და მართლა არ ვიცი, უკვე სად არის, სად გადის ზღვარი ამათ ფანტაზიაში. ადამიანი ჩემს სახლთან იმყოფებოდა, როგორც დედაჩემისგან ვიცი, მარტო დაახლოებით 4 ეკიპაჟი და წარმომიდგენიან ნიკუშას დაკავების ადგილზე, რომელიც თვითონ აქვთ გაფორმებული, იქ რამდენი იყო. ეს ადამიანები მთელი დღის განმავლობაში, ასე ვთქვათ, ჩასაფრებას უწყობდნენ და რატომღაც არ აღმოჩნდა ერთი ადამიანიც კი, ვინც მის ჩხრეკას გადაიღებდა. ეს ხო არის სრული აბსურდი, რომ ერთმა ადამიანმა რაღაცა 15-მდე ადამიანს გაუწია წინააღმდეგობა და ამ ადამიანებმა ვერ მოახერხეს გადაღება, როგორ იღებდნენ მისი ჯიბიდან ამ რაღაცა გაურკვეველ ნივთიერებას. ესეც ერთ-ერთი ის მოწმე იყო, რომელმაც წინაზე მოდი ისიც ვთქვათ, რომ ორი მოწმე ყავდათ, რომელმაც ფაქტიურად ჩვენ სასარგებლოდ მიცეს ჩვენება. ეს ცრუ მოწმეები უყურებენ პროკურორს ყველა კითხვის დასვის დროს, რადგან პასუხიც არ გააჩნიათ, რადგან რაღაცა იმიტომ ეძახი უნიჭო მკერავებს, რომ თავისივე მოყვანილი ჯერ ძლივს მოყავთ მოწმეები და მოყვანილებიც უბრალოდ კითხვებზე პასუხი არ აქვს. მათ ერთადერთი პასუხი ყველა კითხვაზე არის არ მახსოვს. ეს არის მათი პასუხი. ლაშა, რამდენიმე საკითხზე მოუწიათ, ხო, აი დღევანდელი სხდომის კომენტარებს რო შევხედე, მოწმეებს სამართალდამცავი უწყებიდან თავის მართლება, ხო? მათ შორის მათი მდგომარეობა ნიკას დაკავების მომენტში, ნიკასაც ჰქონდა შემხედრი კითხვა ამ საკითხზე, ასევე მისი ფიზიკური ანგარიშწორების თემაზეც და ასე შემდეგ. აი რისი თქმა შეგიძლია, ამ თვალსაზრისით რა სურათი იყო? ერთი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, ჩემს დღეს სასამართლო პროცესი აღნიშნა, რომ თვითონ ეს დამკავებელი პოლიციელები იყვნენ არაფრიზალ მდგომარეობაში და ჯერ თავის უწყებაში ეძებონ მომხმარებლებიც არაფრიზალ მდგომარეობაში მყოფი თანამშრომლებით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს და მერე ილაპარაკონ და საერთოდ მერე გამოიძიონ მოქალაქეების დაშავებული რაღაცები. ეხა კიდე ერთი რა ვისარგებლებ ჩემთხვევით და ეხა თამთა ჩხაიძის ძმის პროცესიდან გამოვედი, ოკმელას მეუღლეზე მაქვს საუბარი და ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც შეიძლება იყოს თავის მიერ გადაღებული ვიდეო მასალა, ამ ვიდეო მასალაზე მოსამართლე აცხადებს უარს. ანუ ამ ადამიანს აი პროკურატურაზე მინდა ვისაუბრო ანუ ამბობს უარს, რომ მტკიცებულებად მიიღოს? დიახ, ნახეთ, ამ ადამიანს ედავებიან, რომ კონკრეტულ რაღაცა ერთ-ერთ გამომძიებელს ეძახა მონა, რა დროსაც ეს ადამიანი იღებდა თავისი მობილური ტელეფონით ვიდეო მასალას. ამ ვიდეო მასალის ტელეფონის ამოღებაზე აცხადებენ უარს და რაზე უნდა ვილაპარაკოთ? მართლა არ მესმის რაზე უნდა ვილაპარაკოთ? ჩვენ შემთხვევაშიც იგივე საკითხებს ვაწყდებით, ის რა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც უთქუარად ადასტურებს, რომ ნიკა კაცი არ იყო იმ კონკრეტულ მისამართზე, ნიკა კაცია იყო ტაქსით გატაცებული. ეს ადამიანები, რა ვიცი, ტაქსის დაკითხვაც არ უნდათ. ჩვენს მიერ ასევე ჩატარებული ექსპერტიზა, რომ ამ ადამიანის არც ანაბეჭდი აღმოჩნდა იმ კონკრეტულ პაკეტებზე და არც ორგანიზმში აღმოჩნდა რაიმე სახის ნივთიერება, ესეც რატომღაც მათთვის არ ვიცი მე უმნიშვნელოა და რა არის მნიშვნელობა ისაც ერთი ადამიანი ზემოდან ეტყვის და რაღაცა ბეჭედს დაარტყმევინებენ თუ ჩაგვს, რა ვიცი, თემი და რო უდგათ სასამართლოში, იმ თემიდას თვალები აქვს ახვეული და მართლა ახვეული აქვს ყველას თვალები სიმართლეზე. ამ შენობაში ყოველ შემთხვევაში ესეა. დიდი მადლობა, ლაშა, დაგემშვიდობები.